მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, რომელსაც მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ აქ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით მე ვარ კატა. დღეს ისევ ყვარელიდან, ისევ არაჩვეულებრივი გარემოდან. ნახოთ პარტნიორის ფიქრი, გრძნობა და სავარაუდო მოქმედება. ნახოთ ჯერ ვინ მოვიდა სასაუბროთ, რა ენერგიებში ეს ადამიანი. და ვნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ, ხო? ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ. ადამიანი, რომელმაც თითქოს და მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა რო გითხრათ, რომ რამე მოქმედებას აკეთებს, ნამდვილად არის. ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაკვირვებულად, მაქსიმალურად გაანალიზებულად იღებს თითოეულ გადაწყვეტილებას. შესაძლებელია ეს ადამიანი იყოს თქვენგან მოშორებით, ანუ სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, ყოველ შემთხვევაში, სადმე ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ ეტაპზე რაღაც სიახლოვის მდგომარეობა არ იყოს. შესაძლებელია, რომ ვიღაცებისთვის იყოს ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უბრალოდ გასული არის ცოტა ხანი ურთიერთობიდან, ეს მომენტიც შესაძლებელია აღმოჩნდეს, ხო? თუმცა ამ ეტაპზე ესე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მაინც ჩამოყალიბებული არის ხოლმე თავისი გადაწყვეტილებებში და ნახეთ როგორი მომენტი აქვს ამ ადამიანს, რატომღაც რაც არ უნდა გადაწყვეტილება ქონდეს მიღებული, მოქმედება ამ ადამიანისთვის ძალიან რთულია. ნახეთ მოქმედებასთან მიმართებაში რას გულისხმობ? ანუ მივიღე გადაწყვეტილება, რომ თქვათ რაღაცა, გითხრათ ჩემი თქვენ დამიგრძნობა ან რაღაც უბრალოდ ელემენტარულად რაღაცა მიღებული სიტუაცია, ხო? მაგრამ ამ ადამიანისთვის ეს აღიარება ცოტა რთულია. დამნაშავეა, აღარ აღიარებს. შეიძლება მიხვდეთ, რომ ხდება, რომ დამნაშავეა, მიხვდეთ, რომ ხდება, რომ არასწორად მოიქცა და ამას კარგად აანალიზებს, მაგრამ ეს აღიარების მდგომარეობა, რომ იცი რამე ამ სიტუაციაში მაგალითად არ ვიყავი მართალი, ამ ადამიანისგან ცოტა არ იყოს და ძალიან რთული მოსასმენია, ესე რომ ვთქვათ. კარგით, ნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ. თქვენ რა ენერგიებში ხართ. თქვენ იცით რა არის, თქვენ სხვათა შორის ძალიან აქტიური ადამიანი ხართ და სულ ცდილობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში წავიდეთ, თუნდაც პრობლემის მდგომარეობაში იყოთ, არ გაჩერდეთ ერთ ადგილას, ხო? არ დააპაუზოთ თქვენი მდგომარეობა. სულ ცდილობთ, რომ იმოქმედოთ, იაქტიუროთ, ძალიან გიყვართ მოგზაურობა, შეიძლება ითქვას, ხო? ცვლილებები ძალიან, ანუ ნახეთ, ესეთი ენერგიაში ხართ. ადამიანს, რომელსაც უყვარს ცვლილებები, ხო? უბრალოდ რაღაც სტანდარტულად ერთ ადგილას გაჩერებული მდგომარეობა ძალიან არ უყვარს და არ სიამოვნებს. თუმცა ამ ეტაპზე ცოტა ვიტყოდი, რომ ნახეთ თქვენ ენერგიებში რა მომენტი, ალბათ უფრო გადაიღალეთ იმით, რომ როდესაც ადამიანი არის ესეთი აქტიური, როდესაც ადამიანი სულ ცდილობს, რომ წინ წავიდეს, გაანალიზოს, იმოქმედოს, გამოვიდეს, ხო, მარტივად დათმოს რაღაცა პრობლემებია თუ უბრალოდ სიტუაცია, თუნდაც კარგი სიტუაცია იყოს, მაგრამ თუ თქვენ ხვდებით, რომ აქ თქვენი ამოიწურა თქვენი ადგილი აღარ არის, თქვენ შეგიძლიათ რომ დატოვოთ, რაც არ უნდა კარგი სიტუაცია იყოს. ეს მომენტი გაქვთ. და ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის რაღაცა ესეთი ცოტა უმოქმედობის, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებებისა და მიუხედავად მისი რაღაცა შეიძლება სურვილის მომენტისა, ხო? და უმოქმედობის გამო შეიძლება თქვენ გქონდეთ რაღაც ცოტა იმედგაცრუების მდგომარეობაც. კარგით, მოდით ნახოთ ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. და საით უნდა. იცით რა არის, მე წაღან აღვნიშნე, რომ აქ შესაძლებელია ადამიანი არის უბრალოდ წასული თქვა და რაღაც შეიძლება ახლოს არ იმყოფებოდეს ეს ადამიანი. რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში? მე ესე კეთყვით, რომ ეს ადამიანი ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, რომ ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი, მაგრამ ნახეთ ეს ცვლილება უფრო დასასრულისკენ მავალი გზა არის, ვიდრე ის რომ რაღაცა პირიქით ცოტა უფრო ემოციებისკენ წავიდეთ და უფრო რაღაცა სტაბილურობისკენ წავიდეთ, ხო? შესაძლებელია ფიქრობს იმას, რომ თქვენ არ
გადადგავთ. ან ნახეთ თუ გასულია ეს ადამიანი ურთიერთობიდან, ეს ის მომენტია, როდესაც რაც არ უნდა ეცადოს, აზრი აღარ აქვს, აღარ მიიღებთ, ხო, თქვათ რაღაც მომენტში. თუ კი არ არის გასული ურთიერთობიდან და უბრალოდ რაღაცა სიტუაციურად უწევს თქვენგან შორს ყოფნა, ხო? აქვს იცით როგორი მომენტი, რომ რას ფიქრობს, რომ თქვენ არ ვცდილობთ, რომ დაეხმაროთ ამ ადამიანს თქვენამდე რაღაცა მოვიდეს, ხო? ნუ თუ ფინანსური საკითხები აქვს მოსაგვარებელი, არ ეხმარებით ფინანსურად, თუ რაღაც საბუთების კუთხით არის, არ ეხმარებით საბუთების კუთხით, ხო? ანუ რაღაცა თითქოს ადამიანი არის არ ვიცი რატო არის ესე იმედგაცრუებული, მაგრამ რაღაცა აი არ აძლევთ შანსებს, არ აძლევთ, აი რო იტყვენ, არ აძლევთ თქვენ მზა მდგომარეობას, აი თქვა კი ვიცი რომ გინდა ჩემთან და მე შემიძლია რომ ეს მივხვდი და ისეც გავაკეთო ხო რომ ყველაფერი დავალაგო, მაგრამ აი თქვენ როგორ ახართ იცით რომ მივხვდი, მაგრამ შენ როგორც კაცი, როგორც ადამიანი, როგორც ქალი არ აქვს მნიშვნელობა. შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, შენ უნდა იმოქმედო და არა მე, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის. კარგით, ნახოთ აბა მისი გრძნობები თქვენს მიმართ. გრძნობები თქვენს მიმართ. მას აქვს თქვენდამი ემოცია, მას აქვს თქვენდამი სურვილი ურთიერთობის, მას აქვს თქვენდამი ვნებაც, მას აქვს გრძნობების მომენტი, ოღონდ ნახეთ, ეს მე ვერ ვიტყვი, რომ ესეთი რაღაცა უფრო როგორი მომენტია, იცით, გრძნობები არის და მაგრამ ნახეთ, აი ამ გრძნობებთან ერთად ცოტა სირთულეს ხედავ უბრალოდ ესე რომ ვთქვათ, ხვდებით, ნახეთ, გრძნობა მაქვს, მაგრამ არ მოქმედებ, ხო? აი გრძნობა მაქვს, მაგრამ ურთიერთობის განვითარებას არ ვაკეთებ. რაღაცა ეს მომენტი მოდის, ხვდებით. რაღაც ერთ სტაბილურ მდგომარეობაში მივიდა კი არა, გრძნობები აქვს, მაგრამ აი რაღაც მომენტში აქვს თავის თავთან ჭუბი, თუ ეს ადამიანი, ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, თუ ეს ადამიანი რაღაცა პასუხისმგებლობებით არის უკვე, მაინდა-მაინც ამ კუთხით ურთიერთობას არ ვიგულისხმობ, ხვდებით? ნახეთ, პასუხისმგებლობები რა კუთხით, ვთქვათ, მატერიალური კუთხით, რაღაც ვალდებულებები, რომელიც ძალიან ცივ მძიმედ აწევს ამ ადამიანს, შეიძლება რაღაცა ოჯახის წევრი ყავს ავად ან რაღაც აი ისეთი მდგომარეობები, რომელიც მის გარეშე რომ რთული იქნება რომ დაალაგდეს, ხო? აი ეს რაღაცა პრობლემების მდგომარეობა აქვს და ემოციები და გრძნობები თქვენს მიმართ. მე ვიტყვი რომ აქვს. მეორე მხრივ კიდე იცით რა მომენტი არის აქ რომ საკუთარ თავთან ბრძოლობს. თუ ამ ადამიანმა თქვენ თავიდან ჩამოგიყალიბათ ის მომენტი, რომ იცი რა ჩვენი ურთიერთობა იქნება უბრალოდ რაღაცა ფლირტის დონეზე, უბრალოდ რაღაცა გავიცანი, გაგიცანი და სასიამოვნო საღამოები გავატარეთ. მაგ შემთხვევაში ადამიანს გაუჩნდა მერე გრძნობები, ნახეთ თავიდან რო იტყვიან აი გათვლილი ურთიერთობა თუ ქონდა, რომ იმის იქეთ არ გადავიდოდა და აი რო გადავიდა უკვე, ხო, იმის იქეთ შესაბამისად უკვე ადამიანს აქვს ეს მომენტი, რომ აი რო თავის თავთან შინაგანი ბრძოლა, რომ ანუ მე როგორ დავუშვი, ან მე როგორ მაჯობა, ხო, თქვათ, თუნდაც რომ აი მან გითხრათ, რომ აი ჩვენ უბრალოდ რაღაცა ურთიერთობა გვექნება, რაღაც ესე ერთმანეთთან გავატარებთ დროს და აღმოჩნდა, რომ თქვენ უფრო მყარად დადექით და კი ბატონო, არ გთხოვ არაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას უფრო მეტი გრძნობები გაუჩნდა თქვენდამი და აი ხა ბრაზის მომენტიც აქვს საკუთარ თავთან, რომ აი როგორ დაუშვა, რომ აი ესე ახლოს მიგიშვათ, ან ესე ახლოს მოვიდა თქვენთან. კარგით, მოდით ნახოთ აბა ამ ადამიანის სავარაუდო ქმედება.
იცით რა არის ნახეთ ადამიანს მე ესე გეტყვით რომ ამ ეტაპზე ცოტა რთულია ამ ადამიანისთვის რაიმეს გაკეთება, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას რომ აი კიდევ ერთხელ მატერიალური კუთხით რაღაც ძალიან ბევრ პრობლემაში იყოს წაღანაც თქვი რომ რაღაცა იგრძნობა რომ შესაძლებელი ძალიან ბევრი ვალდებულებები ხელი ბავშვები როგორ ყირიან ძალიან ბევრი ვალდებულებები აქვს და შესაბამისად არის ეს მომენტიც რომ აქ ქმედება ცოტა რთული იქნება. ქმედებით შეიძლება რომ გითხრათ რომ არ იმოქმედოს ეს კონკრეტულად და არ გადადგას და არ გადმოდგას ნაბიჯები, იმიტომ რომ რაღაცა ჯერჯერობით მის სულიერ მდგომარეობას სჭირდება დამუშავება და მეორე მხრივ ანუ მას არჩევანი აქვს გასაკეთებელი ხო თავის პირადი მესა და ვალდებულებებს შორის ეს შეიძლება ითქვას. სამყარო როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას? Ну, არ ვიცი, ვინ ვის იცავს, ვინ რას იცავს, თუმცა სამყარო ხედავს, რომ თქვენს ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო ემოციები არის. თქვენ შეყვარებული ხართ, უბრალოდ შეიძლება თქვენ არ ამჟღავნებთ ისე მკაფიოდ. როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას? ნახეთ, მე ესე ვიტყვი, რომ თუ ერთმანეთთან ბრძოლას შევეშვებით, თუ ერთმანეთთან რაღაცა კამაც შევწყვიტავთ და რაღაც ვალდებულებების დაკისრებას და მოლოდინებს შევწყვიტავთ, ძალიან სასიამოვნოდ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ხო, აი რაღაც კომუნიკაცია, ერთმანეთთან შეხვედრა, ანუ საკმაოდ ესეთი ემოციურ დონეზე სასიამოვნო იქნება ურთიერთობა. ესე ხედავს სამყარო. თუ თქვენ არ გექნებათ რაღაცა ის თავდაცვის ან თავდასხმის მდგომარეობა არ გექნებათ ან ერთს ან მეორეს. და რჩევა თქვენთვის. ეცადეთ რომ მაქსიმალურად დაიცვათ ბალანსი და ეცადეთ რომ მაქსიმალურად მისცეთ საშუალება ადამიანს ვიცით რა არის ნახეთ ბალანსი მარტო მის გადაწყვეტილებაზე ან მის ქმედებაზე ნუ იქნებით რაღაცა მომენტში თქვენც ხანდახან გადადგით ნაბიჯი, იმიტომ რომ ამ ადამიანს შეიძლება ეს რაღაცა თქვენი ნაბიჯი და თქვენი რაღაც ქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ხო? ნუ შეიყვანთ სირთულეში სიტუაციას, ნუ დაძაბავთ მდგომარეობას და ნუ ეცდებით რომ რაღაცა პრობლემები შექმნათ, ხო, უფრო მეტი სილაღე მიეცით ურთიერთობას და აი რაღაცა თავისუფლება მიეცით ამ ურთიერთობას. თუ რამე პრობლემები გაქვთ ურთიერთობაში, ხო, უბრალოდ რაღაცა მოდით ესე ვიტყვი, რომ მოდით დახურეთ ეს პრობლემები ცოტა ხანი არ მიაქციოთ ყურადღება, ხო, ნუ გააჩნია ხო პრობლემას, ახლა თუ უბრალოდ რაღაცა ელემენტარული ის მდგომარეობა ხართ, საერთოდ უყურადღებოთ ხართ და მთელი დღე იკარგება ადამიანი და 2 კვირა და 3 კვირა არ ჩდება და მერე გამოჩნდა და უი ვიცი რა მიყვარხარ და მენატრე და ასე შემდეგ, ნუ ეგ უკვე სხვა მომენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცა ცოტა უფრო იცი და იმოქმედეთ, თუმცა პასიურად იმოქმედეთ, ხვდებით? ანუ გადმოდგავს ნაბიჯს, თქვენც გადადგით ნაბიჯი. ანუ ის კი არა, რომ გადმოდგა ერთი ნაბიჯი, კიდე მეორეს და მესამეს დაველოდოთ და სანამ ბოლომდე არ გადმოდგავს ის მე არაფერს, ანუ ან 10 ჯერ დამირეკა და მე ერთხელ SMS-ი არ მივწერე, არა. ანუ ბალანსი შეინარჩუნეთ. თუმცა, ну, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ცოტა ისე იმდენად ხო, აი ნახეთ, ცოტა იმდენად აქტიური ხართ და შესაძლებელია რომ იმდენად მალე გინდათ ყველაფრის მოგვარება, მოლაპარაკება, დაალაგება, ხო, აი ადამიანები როდესაც იცით სულ სწრაფი თქო არ ვიტყვი, იმიტომ რომ ესე არ, თქვათ ესეც არ არის. ნახეთ, მივიღე მე გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა გავაკეთო, ეს, ხო, პირველი სიტუაცია, მეორე, მესამე, მეოთხე, ხო? ეხლა ესე რომ ველოდო რაღაცას არ გამოვა, ამიტომ მე უნდა დავიწყო მოქმედება და ცოტა აჩქარა. თუ ერთ-ერთი სიტუაცია თქვათ არის ამ ადამიანთან დაკავშირებული, ცოტა ხანი ის გადაწიეთ მე-15 პლანზე ვთქვათ და მანამდე სხვა სიტუაციები მოაგვარეთ, ხო? ცოტა ხანი მიეცით ამ ურთიერთობას ჩამოჯდომის, დასვენების და რაღაც სტაბილურობის შენარჩუნების ბოლომდე სტაბილურობის შენარჩუნების, ხო? რაღაცა ამას გეუბნებათ სამყარო, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ. ულევ სიყვარულს, წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს და ყოფილიყავით ყოველთვის ბედნიერები, ვისაც პირადი დიაგნოსტიკა გინდათ, იცით რომ მომწეროთ ნომერზე WhatsApp-ში, შეგახსენებთ რომ 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით პირადი ურთიერთობის დიაგნოსტიკა ხდება
იყოს 10 ლარი. ასე რომ მე წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ და დროებით.